ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს Anders Fogh Rasmussen საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში მასპინძლობდა. ორდღიანი ვიზიტის შედეგები სწორედ ბათუმში სასტუმრო Redisson-ში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეჯამდა. როგორ აფასებს ნატოს გენერალური მდივანი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შანსებს და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე საქართველოს თანხმობას. პრესკონფერენციას ნათია შავაძე ესწრებოდა დეტალებით პირდაპირ ეთერში. სწორედ ის ისაუბრებს, ნათია მოგესალმებით და გისმენთ. ნათია, როგორც შენ უკვე აღნიშნე, ერთობლივ ბრიფინგი ერთგვარი შეჯამება იყო Anders Fogh Rasmussenis ვიზიტისა და მისი შეხვედრებისა საქართველოში. კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, ისაუბრა კიდევ ერთხელ გამახვილა ყურადღება იმ საკითხებზე, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის. მან განაცხადა, რომ აუცილებელია რეფორმების აღებული კურსის გაგრძელება, კონკრეტული მიმართულებების ჩამონათვალე, ასე გამოიყურება საარჩევნო გარემო და საარჩევნო კოდექსი, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური კულტურის ამაღლება ქვეყანაში. ამასთან ბრიფინგზე Anders Fogh Rasmussenმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მიერ ვარდების რევოლუციის შემდეგ განმგზავრდა და მან განაცხადა, რომ ქვეყანამ 8 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბევრი მიმართულებით განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი, ამას კიდევ უფრო დაახლოვა ქვეყანა ალიანსთან და ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ რა პოზიციაა დღეს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში, მან განაცხადა, რომ პოზიცია არჩება იგივე, რაც იყო ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და რომ ამ პროცესში ნატო საქართველოს აუცილებლად დაეხმარება. ჩვენ 3 წლის უკან გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, ამიტომაც შევქმნით ნატო-საქართველოს სპეციალური კომისია, რომელიც არის ბრწყინვალე ჩარჩო პოლიტიკური კონსულტაციებისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი ვიზიტი არის მაგალითი მაღალი დონის კონსულტაციებისა, რომელიც ნატო-საქართველოს კონსულტაციების ჩარჩოებში იმართება. ყოველწლიურად საქართველო ეროვნულ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ნატოს საბჭოს მიერ არის შემუშავებული. ეს ყოველწლიური პროგრამა საქართველოში რეფორმების საფუძველს ქმნის. ჩვენი პოზიცია იგივეა, ჩვენი გზა გახსნილია. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია. საქართველო ნატოს წევრი გახდება. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელსაც პრესკონფერენციაზე Anders Fogh Rasmussenმა უპასუხა, ეხებოდა ნატოს მომავალ სამიტს, 2012 წლის სამიტს ჩიკაგოში. მან განაცხადა, რომ სამიტი აუცილებლად იქნება განხილული საქართველოს საკითხით, თუმცა რა ფორმით და როგორ ეს ამ შესახებ დეტალები ჯერ კიდევ სუსტდება, რადგან სამიტამდე დარჩენილია ჯერ კიდევ 6 თვე და ეს ვიზიტი საქართველოში შეიძლება ითქვას ამ სამიტისთვის გარკვეულწილად მოსაძებელი სამუშაოდ იყო. ჩვენ განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტის საკითხი, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება. ჩვენი ვიზიტი სწორედ ამ სამიტისთვის მოსამზადებელი ვიზიტია. ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ეს მოსამზადებელი პერიოდი, სამიტამდე 6 თვე არის დარჩენილი, ჩვენ პროგრამაზე ისევ ვმუშაობთ. ნატოს მოკავშირეების სამიტზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. ჩვენ დღეს ამაზე გვქონდა საუბარი და დიალოგს სამიტამდე გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, რომ ტექსტი, რომელიც ჩიკაგოს სამიტზე იქნება მიღებული, იმ პროგრესს ასახავს, რომელიც ჩვენ საქართველოში ვნახეთ. 1 წლის წინ ჩვენ ლისაბონში გვქონდა შეხვედრა და დიალოგს მაისამდე გავაგრძელებთ, როცა სამიტი გაიმართება. სასარგებლო ორფრივი დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივანისა და საბჭოს წევრების ვიზიტი საქართველოში. მან განაცხადა, რომ საქართველო მიიღო საქართველომ კარგად მოისმინა, რაც უსწრა ნატომ, რომ საქართველო მის რომ გასაკეთებელი აქვს გარკვეული სამუშაოების განხორციელებელი ქვეყნის შიგნით, თუმცა იქნება შემდგომი პროგრესი იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ალიანსს და გაღრმავდეს გაწევრიანების პროცესში. ეს იყო ძალიან პროდუქტიული ვიზიტი, ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული გარემო და სასარგებლო ორმხრივი კონსულტაციები. ჩვენ მოვისმინეთ, რაც გვითხრეს ნატოს წარმომადგენლებმა. ჩვენ ვიცით, რომ კვლავ ბევრია გასაკეთებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ გვექნება შემდგომი ნაბიჯები, პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინტეგრაციას. როცა თქვენი წინამორბედი ჩამოვიდა აქ, მან მე მაჩუქა ნატოს ხალხსტუხი. იმედი მქონდა, რომ თქვენ დღეს პიჯაკს გადმომცემდით და არ გავიყინებოდით ამ პიჯაკის გარეშე. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მივაღწევთ დიდ პროგრესს. ამის მისაღწევად თქვენი სპეციალური წარმომადგენელი აპატურაი ძალიან კარგად მუშაობს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე რუსეთის გავლენაზე კითხეს. საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა მიზანთან და რაც უფრო ახლოს იქნება მიზანთან, გარედალები კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. რუსეთი ნატოს არაწევრი ქვეყანა ვერ შეეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს ინტეგრაციის პროცესი არის დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილზე, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. გუშინ გენერალურ მდივანმა პასუხი გაცა ამ კითხვას ძალიან ნათლად, მე არ ვაპირებ ძალიან დეტალურად გაცნობა, ნათლად ხო, რომ არც ერთ არაწევ ქვეყანას
არა აქვს ნატოში გაწევრების ვეტოს უფლება. ამის ჩაგონებას ცდილობს ის ხალხი, ვისაც არ გააჩნია საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა, ვინც გვეუბნება, რომ არაფერს აზრი არ აქვს, არ აქვს აზრი არც ცვლილებებს, არც რეფორმებს, არც განვითარებას, არც წინსვლას და ყველაფერი მაინც ისე დამთავრდება იმით, რომ არაფერთან დამთავრდება. მაგრამ ეს ასე არ არის. არასდროს ჩვენს ისტორიაში. საქართველოს არ ყოფილა ასე ახლო თავის მრავალსაუკუნოვანი სანუკვარი მიზნის ასრულებასთან. ეს არის ჩვენ ევროპულ სახში დაბრუნება, ჩვენ ფასეულობების, ჩვენი კულტურის, ჩვენი ცივილიზაციის ისტორიულად მატარებელ თანამეგობრობასთან გაერთიანება, უფრო ძლიერ ოჯახში თავისუფალ ერად შესვლა და არა ვიღაცის დაქვემდებარებულ ელემენტად და რაღაც ფილიალად. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რაც უფრო მივახლოვდებით ამ მიზანს, მით უფრო მიქნება მცდელობა, რომ ხელები ჩამოუშვათ, თქვათ, რომ დავიღალეთ, თქვათ, რომ არაფერს აზრი არ აქვს და მაინც ჩვენს ბედს გადაწყვეტენ სადღაც სხვაგან ბიძები და მით უმეტეს ის ხალხი, ვისაც ჩვენთვის მაინდა-მაინც კარგი არაფერი არ სურთ. მაგრამ მე ვფიქრობ, სწორედ ამას ეფუძნება ნატოს პრინციპი, რომ ყველა დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოს და დღეს მოისმინეთ გენერალ დიუნისკენ, რომ რაფრთხილად წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიულ ევროპული განვითარების გზაზე, აქვს უფლება თვითონ აირჩიოს. ჩვენმა ხალხმა აირჩია და ეს არიცვლება იმის მიხედვით კონკრეტული ამინდის პროგნოზი როგორია დღეს ბათუმის წვიმს თუ როგორია გაზის ფასი, თუმცა ჩვენთან ეს საკმაოდ დაბალია, მაგრამ თავარი არის ის, თუ როგორია ჩვენი ხალხის ნება. და ეს ნება არ ნამდვილად ურყევი. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვა დაუწეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებაც. მან განაცხადა, რომ ეს იყო რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ქართული დიპლომატიის წარმატებით დასრულდა, რადგან რუსეთმა აღიარა გარკვეულწილად აღიარა საქართველოს საერთაშორისო აღიარებული საზღვრები. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს მსგავსი მოლაპარაკებები გაგრძელდება და საქართველოს მიაღწევს წარმატებებს პოლიტიკურ ასპექტშიც და ეს იქნება რთული ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესი მანამდე, სანამ ქართველი მებაჟები და მესაზღვრები არ დადგებიან სოუსთან და როკის პირასთან.